არსებობს თუ არა სტოკჰოლმის სინდრომი, თუ ეს ნილს ბეიროთის შეთხზული ზღაპარია, რომ გაემართლებინა პოლიცია. 1973 წელს, როდესაც ქრისტინ ენმარკი იყო 23 წლის, ბანკის თანამშრომელი, ის აიყვანა მძევლად იანმა, ასე ერქვა თავდამსხმელს, და საბოლოოდ იანმა მოითხოვა, რომ მოეყვანათ მისთვის ციხიდან მისი ძველი ნაცნობი, კლარკ ულოფსონი. კლარკი ძალიან გაკვირვებული იყო, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრით არ იცოდა და პოლიცია ეუბნებოდა კლარკს, რომ შენ უნდა დაარწმუნო იანი, რომ გაუშვას მძევლები. თუმცა ასე არ მოხდა. კლარკი როდესაც შევიდა ბანკში, როგორც თვითონ ყვებიან მძევლები, თავიდან ძალიან კარგი დამოკიდებულება გამოაჩინა მძევლების მიმართ, ისინი განთავისუფლა, აღარ იყვნენ დაბმულები, ჩაეხუტა მათ, უთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება, არავინ მათ არ დააზიანებს და ასე შემდეგ. ადამიანური ურთიერთობა ამ კლარკს, რომელიც არაფერ შუაში არ იყო ბანკის ძარცვასთან და უბრალოდ მიიყვანეს იქ, მას ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა. აი ამ ქრისტინ ენმარკს საბოლოო ჯამში მასთან ექნება რომანტიკული ურთიერთობები, მას შემდეგ რაც ის მოიხდის სასჯელს. ოღონდ არა ამ დანაშაულისთვის, ის თავის დანაშაულებზე იჯდა ხოლმე. რაც შეეხება თვითონ აი ამ პროცესს, ადამიანებმა არ იცოდნენ რა ხდებოდა ბანკში, შესაბამისად იყო მითები, რომ აი თითქოს თავდამსხმელები ძალადობენ მძევლებზე, რაც არ იყო სიმართლე და როდესაც პოლიციამ მოითხოვა, რომ გვანახეთ მძევლებიო, მძევლები იქცეოდნენ ძალიან მშვიდად. ამ კლარკს რაღაც მხარზე ხელიც ჰქონდა მოხვეული ერთ-ერთი მძევლისთვის და ისინი აბსოლუტურად ნორმალურად რეაგირებდნენ აი ამ სიტუაციაზე. შესაბამისად ხალხში ეს ცოტა გასაკვირი იყო, იმიტომ რომ ელოდნენ რაღაცა საშინელ შეშინებულ მძევლებს. შემდეგ უკვე პოლიცია იმდენად არადეკვატურად იქცეოდა, რომ მძევლებს ეშინოდათ პოლიციის და არა თავდამსხმელების. და მოგვიანებით, როდესაც ქრისტინ ენმარკი ესაუბრებოდა ქვეყნის პრემიერს, ეს 40 წუთიანი საუბარი ჩაწერილია სხვათა შორის დევს. და ეუბნებოდა, რომ ჩვენ ვენდობით სრულიად აი ამ თავდამსხმელებს, მათ არაფერი ცუდის გაკეთება ჩვენთვის არ უნდათ და მართლაც ასე, 6 დღე ისინი ერთად იყვნენ და მათ შორის ნორმალური ადამიანური ურთიერთობები ჩამოყალიბდა, საუბრობდნენ ბევრ რამეზე, ასე შემდეგ და ერთად აკრიტიკებდნენ სახელმწიფოს და პოლიციას. ამ დროს პოლიცია აკეთებდა ესეთ რაღაცას, რომ თავიდან ჰაერი შეუზღუდეს, ვენტილაცია შეუზღუდეს და შემდეგ უკვე თვითონ თავდამსხმელებმა მოლაპარაკების შედეგად პოლიციას გადააფიქრებინეს და იმათ მიაწოდეს ჰაერი. კარგით, ის უნდქეთო ჯანდაბასო. შემდეგ მათ ჰქონდათ უფლება ჩვეულებრივად რომ ესაუბრათ თავის ახლობლებთან და ჟურნალისტებთან, აი ამ მძევლებს. რაღაც პერიოდის შემდეგ კი პოლიციამ შეუზღუდა ამ საუბრის უფლება. პოლიციამ და არა თავდამსხმელებმა. აი ამას ხაზი გაუსვათ. და პოლიციას მრჩევლად ყავდა ზუსტად აი ეს ფსიქიატრი, რომელმაც მოიგონა ეს სტოკჰოლმის სინდრომი. მას სჭირდებოდა, რომ რაღაცით გაემართლებინა პოლიცია და გამოეყვანა პოლიციის არასწორი ქმედებები, რაღაცა ვითომ რაციონალურად. სინამდვილეში ხდებოდა ესეთი რაღაცა, რომ პოლიციამ არ იცოდა, ვინ იყო თავდამსხმელი. ეს კლარკი, ვინც შეაგზავნეს, იცოდნენ და გადაწყვიტეს, რომ კლარკის ერთ-ერთი ძველი თანამძრახველი იყო თვითონ ეს იანი, რაც ასე არ იყო. იპოვნეს ამ ვიღაც თანამძრახველის ძმა, 17 წლის ბიჭი და ეს 17 წლის ბიჭი შეაგზავნეს. და ეს ბიჭი იძახის, რომ კაი, მე შენი ძმა ვარ, არა და კაი არ ერქვა თავდამსხმელს, ერქვა იანი. შესაბამისად ამ იანმა დაუწყო სროლ ამ ბიჭს და არ ესროდა პირდაპირ, ესროდა იატაკს ესროდა და ეს ბიჭი გაიქცა, რა თქმა უნდა, შეეშინდა და აქ უკვე რა თქმა უნდა ეს ქრისტინ ენმარკი და დანარჩენი მძევლები დარწმუნდნენ, რომ პოლიცია არაფრით არ არის დაინტერესებული, რომ ესენი გადაარჩინოს აბსოლუტურად გაუაზრებელ საქციელს ჩადიან და აი ამ 17 წლის ბიჭის სიცოცხლეც კი ჩააგდეს საფრთხის ქვეშ. შემდეგ უკვე მოხდა ესეთი რაღაც, რომ ეს ქრისტინ ენმარკი, როდესაც ესაუბრებოდა პრემიერს, პრემიერს ეუბნებოდა, რომ მიეცით რაც უნდათ ამ მძარცველებს, ისინი ჩვენთან ერთად მანქანაში ჩაჯდებიან, მათი მოთხოვნა ასეთი იყო და ჩამოგსვავენ რაღაც ადგილას. მიეცით ეს სახა იმისთვის, რომ ჩვენ გადავრჩეთ. ბუნებრივია, შენ რო ციხეში ხარ და აი ჩაკეტილ ადგილას ხარ რეალურად, სადაც არ იცი როგორ გადარჩები და პოლიცია ახან ისვრის უმისამართოდ და ასე შემდეგ. ბუნებრივია, რომ პოლიცია არის შენთვის უკვე საფრთხე და არა ადამიანები, რომლებიც საჭმელს გიყოფენ, რომლებიც ქურთუკებს აძლევდნენ სიცივის დროს, მათთვის ჰიგიენურ ნივთებს ითხოვდნენ და ასე შემდეგ. ექცეოდნენ აბსოლუტურად პატივისცემით, ასე ვთქვათ.
პრემიერმა უთხრა ასეთი რაღაც, რომ კი, მაგრამ შენ არ გინდა, რომ გარდაიცვალო როგორც გმირი შენს პოსტზე. ეს ფრაზა არის ამოჭრილი და ჩანს კიდეც, რომ აი ამ ენმარკის და პრემიერ-მინისტრის საუბარში რაღაც უაზრო ჭრა არის გაკეთებული საუბარში და აი ამ ჭრას მოსდევს ქრისტის ალოგიკური ფრაზა, რომ ქვეყანას გარდაცვლილი გმირები არ აკლიაო. აი ეს მომენტი იყო ზუსტად. ამ დროს ჩვენი ფსიქიატრი ბეიროთი პრესასთან ამბობდა, რომ აი ამ ქმედებებს ხსნიდა, რომ პოლიციის იმიტომ ეშინიათ მძევლებს, რომ ისინი არიან შეყვარებულები აი ამ ადამიანზე, რაც სიმართლე არ იყო. ისინი უბრალოდ ცდილობდნენ, რომ თავი გადაერჩინათ. და საბოლოო ჯამში, ხო, სხვათა შორის საჭმლის არ მიცემაც ამ ადამიანებისთვის, ანუ თავიდან საჭმელს აძლევდნენ და მე საჭმელი შეუზღუდეს. ესეც იყო ამ ფსიქიატრის იდეა, ალბათ ფსიქოლოგიური წნეხისთვის. საბოლოო ჯამში მოხდა ასეთი რაღაც, რომ უკვე ბურღავდნენ ხვრელებს პოლიციელები, რომ ჩაეშვათ შიგნი ცრემლსადენი გაზი, რაც აი ამ საცავისთვის, რომელშიც იყვნენ, ისინი იყვნენ აბსოლუტურად უფანჯრო საცავში, სადაც ჰაერი არ შემოდიოდა. ეს იყო ბანკის საცავი. რომ იქ სნაიპერს ვერ დაემიზნებინა. შესაბამისად, აი ამ ჩაკეტილ სივრცეში ჩაშვება ცრემლსადენი გაზის შეიძლება ყოფილიყო ლეტალური მათთვის. და ეხვეწებოდნენ, რა თქმა უნდა, ეს მძევლები პოლიციას, რომ ეს არ გაეკეთებინათ. თუმცა მათ ყურად არ იღეს, რა თქმა უნდა. და რაღაც პერიოდის შემდეგ ჩვეულებრივად დაიწყეს ამ გაზის გაშვება. ამის შემდეგ უკვე დანებება გადაწყვიტა თავდამსხმელმა და პოლიცია მოითხოვა, რომ იარაღი შემოეწოდებინა ამ ხვრელში. ხვრელში იარაღს როცა აწოდებდა, გაზს კიდევ უშვებდნენ, ანუ გაზი არ გადაკეტეს რეალურად. რაც იყო ძალიან საშიში. და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ როდესაც გამოვიდნენ სამშვიდობას, ასე ვთქვათ, და ქონდა ძალიან ძლიერი PTSD, ანუ პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა ამ ენმარკს, უცბად აღმოაჩინა, რომ მთელი საზოგადოება არის დარაზმული მის წინააღმდეგ და თვლიან, რომ ის რაღაც რომანტიკულ კავშირში არის თავდამსხმელებთანაც, ასე არ იყო. მერე უკვე წლების შემდეგ რაღაც მიმოწერები ქონდა ულოვსონთან და ასე შემდეგ. იმ წუთას უბრალოდ ეშინოდა და ქონდა ნორმალური ადამიანური ურთიერთობა. და ფსიქიატრიაში დააწვინეს, რომ იქ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო ღამე წამოიძახებდა, გაიღვიძებოდა, ანუ შფოთვები ქონდა რეალურად და პანიკური შეტევები და ამ დროს, როდესაც გამოიღვიძებდა ხოლმე ღამე, ფსიქიატრი ასე ეკითხებოდა, რომ თქვენ გიყვართ თქვენი თავდამსხმელი? ამას ეუბნებოდა ადამიანს, რომელსაც გადაიარა 6 დღიანი საშინელი ტყვეობა. საბოლოოდ ენმარკმა დაწერა წიგნი, რომელსაც ქვია მე ვარ სტოკჰოლმის სინდრომი. ესაუბრა კიდეც ამ ფსიქიატრს, რომ ჯერ მე დამლაპარაკებოდი, რატო ვიქცეოდი ასე და რატო ვიძახდი, რომ პოლიციის უფრო მეშინია ვიდრე თავდამსხმელებისო, თუმცა მან ყურად არ იღო და გააგრძელა იმაზე საუბარი, რომ მსხვერპლი თვითონ არის დამნაშავე. ასე დროს და მიდიოდა იმაზე საუბარი, რომ თუ ქალი არ თვლის, რომ სახელმწიფო ყოველთვის მართალია მის გადარჩენის ქმედებებში, ეს ქალი რა თქმა უნდა ფსიქიკურად დაავადებული. აი ამის პროპაგანდა ხდებოდა. საბოლოო ჯამში მოხდა ყველაფერი ისე, რომ ქალების წინააღმდეგ ძალიან ცუდად გამოიყენეს ეს სინდრომი. რა თქმა უნდა, არსებობენ ქალები, რომლებიც ვერ გარბიან თავის მოძალდე პარტნიორებისგან და ეს ფენომენი არ არის სტოკჰოლმის სინდრომი, საერთოდ არსად არ არის მითითებული არც ერთ ფსიქიატრიულ სახელმძღვანელოში, რომ ესეთი რამე არსებობს საერთოდ. უბრალოდ გადარჩენის მიზნით ხანდახან მსხვერპლი იქცევა ხოლმე ძალიან კომფორტულად და შეიძლება უკანაც უბრუნდებოდეს თავის მოძალდე პარტნიორს, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით. ზუსტად გაქცევის დროს ხდება ხოლმე პარტნიორის მკვლელობა, ასე ვთქვათ. და ამის რომ ეშინიათ, ამიტომ უბრუნდებიან ხოლმე უკან. ანუ ეშინიათ რომ ბავშვებს წაართმევს, ეშინიათ რომ დაასახიჩრებს და ასე შემდეგ. ანუ შიშის გამო და არა იმიტომ რომ ძალიან უყვარს ეს თავის თავდამსხმელი. უბრალოდ შიშია ხოლმე აქ მიზეზი. ასე რომ მეგობრებო, თქვენ დამიწერეთ კომენტარებში, თქვენ თუ რას ფიქრობთ, რამდენად ცნობილი არის თქვენთვის ეს кейსი და ასევე დამიწერეთ კიდევ რაზე გინდათ რომ ვიდეოები გადავიღო.